დანიის სამეფოში გრძელდება ალერსი პეტრიაშვილის ვიზიტი. მორიგი ორმხრივი შეხვედრა სახელმწიფო მინისტრმა დანიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებთან გამართა. შეხვედრაზე დანიურმა მხარემ მიიღო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. მხარებმა საქართველოს დანიას შორის ურთიერთობების დაღრმავების საკითხები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში ალერსი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაცია დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების დანიის სამეფოში აკრედიტებული საელჩოებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენ ხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე რეფორმები. ამ მხრივ მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის პროცესები, რომელიც ვითარდება დღეს ჩვენ ქვეყანაში, ყველა გამოსვლის მიერ ერთხმად აღინიშნა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში არჩევნების გზით მოხდა ხელისუფლების გადაცემა და საქართველოს ჩააბარა ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი. ეს ძალიან მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ სვლას ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით.